ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ. 23 წლის ვიყავი. ძალიან კარგად მასენდება. ძალიან ლაღები ვიყავით, ხიარულები. კახეთი თავისი სავსე შემოდგომით. ძალიან კარგი იყო. ჯგუფი იყო კარგი. დიდი დრო გავიდა. უფრო გავთამამდien. უყურებ ხანდახან. მაგრამ სხვა მსახიობები ძალიან მოწევს. ჩემი თავი არა. აი ეს. მე გახლავართ დარეჯან ხაჩიძე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. მოხდა დიდი აფეთქება, დედაჩემ შეუყვარდა მამაჩემი, დავიბადე მე, შევედი სკოლაში, სკოლიდან წაგვიყვანეს, გვაჩვენეს საბავშვო სპექტაკლი. და ამ სპექტაკლმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ სპექტაკლის მერე ყველას წამოვიდა სახლში, მე დავრში დავრბოდი ისევ დარბაზში და მღეროდი იმ სიმღერას, რაც მოვისმინე სპექტაკლში. აღმოჩნდა, რომ დავიკარგე, არ ვიცოდი ის. აი ესე მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა თეატრთან და სპექტაკლი პირველად 7 წლის ასაკში ვნახე. ზაფხული იყო, ივნისის ბოლო, ივლისის დასაწყისი და დედა და მამა სოფელში იყვნენ წასულები და მე ავიღე ატესტატი და ჩემ მეგობარს უნდოდა სამედიცინოზე ჩაებარებინა, მე მინდოდა თეატრალურში ჩამემარებინა. არ ვიცოდი არც სად იყო ინსტიტუტი, თბილისშიც მარტო მამიდასთან ყოფილა სტუმრად. ასე შემთხვევით, კითხვა-კითხვით დავსხედით ავტობუსზე და კითხვა-კითხვით მივაგენით თეატრალურ ინსტიტუტს. გავიარეთ კონსულტაცია და მითხრეს, რომ თქვენ სასიამოვნო ხმა გაქვთ. მალიკო მრევლიშვილი იყო მაშინ მეტყველების პედაგოგი, მე წავიკითხე საბა მუხრან მაჭავარიანის და მოეწონა და მითხრა თქვენ ჩააბარებთ და ძალიან გამეხარდა. ძალიან მონდომებული ვიყავი. მე დავდივდი რუსთავიდან, რუსთავში დავებადე გავიზარდე და დილით 8 საათზე გამოვდიოდი სახლიდან და ღამით 12 საათზე შევდიოდით, იმიტომ რომ შუაში პაუზა იყო და ხანდახან ინსტიტუტში მერხებზე გვეძინა. ჩემი ჯგუფი იყო ბატონი კოტესურმოვას ჯგუფი, მე ბატონმა მიხეილმა მიყვანა მესამე კურსიდან ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ბატონი მიშა იყო ჩემი გურუ, ჩემი აღმზრდელი, ჩემი ყველაზე პირველი ადამიანი დედამიწაზე. ის ცდილობდა მე გავეზარდე, მე ახლა ეტყობა, მე მაინც პროვინციიდან ვიყავი, მასწავლიდა რა, მირჩებდა რა უნდა წამეკითხა, რა უნდა მენახა. პირველად შევიკრიბეთ, ბატონმა მიშა, მე მესამე კურსი ვიყავი, რომ წვია თავის თეატრში, მითხრა 5 სექტემბერს, ეს არის 1975 წელი, 50 წლის წინათ, ვქმნი ახალ თეატრს და სურვილი გაქვს, რომ ჩვენთან იყო და რა თქმა უნდა სურვილი მქონდა. შევიკრიბეთ 5 სექტემბერს, 2-3 წელი მოხეტიელი დასი ვიყავით, გვერქვა მაშინ თეატრალური სახელოსნო. ოფიციალურად თეატრი გაიხსნა 1978 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს, ასეთი სპექტაკლით ესმერალდა, სადაც თამაშობდა ჩვენი დიდი კორიფე ბატონი ეროსი მანჯგალაძე, ახალგაზრდებიდან თამაშობდით მე, თაზოთოლორაია, მთელი ჩვენი დასი, მუშაობის პროცესი იყო, ყოველ დღე ფეერვერკი იყო, იმიტომ რომ ყოველ დღე ახალი აღმოჩენა, სხვანაირად ხედავ შენ თავს, ყოველ დღე გრძნობ როგორ იზრდები. ესმერალდას შემდეგ ვითამაშე
ბაკულოს ღორებში ნუგზარის სპექტაკლი, ბაგრატიონის კარებს აჯახუნებენ, ქეთი დოლიძის სპექტაკლში, წყლიანი ქორწილი. მე ვითამაშეთ ლურჯის ცხენები წითელ ბალახზე, მანამდე ვითამაშეთ კიდევ შუშანიკის წამება, ჩემი პატარა ქალაქი და ასე შემდეგ ზაფხულის ღამის სიზმარი. სიყვარული ყველას უნდა. ერთი პერიოდი ვიყავით კინომსახიობთა თეატრი. პრემიერებზე დადიოდნენ, რა თქმა უნდა, რეჟისორები, კინოსტუდიის რეჟისორები, აინტერესებდათ. მათ შორის იყო ალბათ ბატონი გიორგი, ნახა სცენაზე და როცა დავჭირდი საჭირო დროს, საჭირო როლზე დამიმსახა. არ იყო სირთულე, ძალიან ადვილი იყო ურთიერთობა მასთან. არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა. პიროვნულად ჯერ ერთი არაჩვეულებრივი ადამიანები, მე დიდი პროფესიონალები და ისეთი სიყვარულის და სითბოს და მოფერების განწყობა იყო მთელი გადაღების დროს, რომ თვითონ ფილმსაც მე მგონი ეტყობა, რომ ერთი 60 თვით არის გადაღებული. როცა გარეთ ისროდნენ, აი შიგნით ბატონი მიშა ცდილობდა, რომ სილამაზეზე, მშვენიერებაზე, სიყვარულზე ესაუბრა და ცდილობდა ეს ყველაფერი დაევიწყებინა ჩვენთვის. დაგვეხმარა, რომ აი უფრო ლამაზი მშვენიერი ცხოვრებით გვეცხოვრა და რას მოქონდა ეს ლამაზი და მშვენიერი ცხოვრება, ეს მოქონდა რეპეტიციებს, ეს მოქონდა აი სხვა სამყაროში რომ შედიხარ, აი იმას. როცა ბატონ მიშასთან მუშაობ, მაშინ სულ სხვა გრადუსია თეატრში და სხვა მიმღეობა. ბატონი მიშა აღარ არის, მაგრამ ბატონმა მიშამ იმდენი რამე გვასწავლა ჩვენ, რომ ვცდილობთ, რომ აი ახალ სპექტაკლებში ეს წარმოაჩი უფრო და უფრო საინტერესო გავხდეთ. აი მსახიობი რომ გახდე და ისეთი მსახიობი რომ ადამიანებს შეუყვარდე, თვითონ ადამიანები უნდა გიყვარდეს ძალიან. უნდა გქონდეს სათქმელი ძალიან დიდი და უნდა იყო გადამდები, უნდა იყო დამოხტული, რომ მიიტანონ მათთან აი ეს დიდი ენერგია, დიდი სიყვარული, დიდი სათქმელი და მე იქიდან იღებ ისეთ ოვაციას, ისეთ ტარს, როცა ის გესიყვარულება დარბაზიდან არ გიცნობს, მაგრამ უკვე უყვარხარ სპექტაკლის მერე, ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის. თეატრი არის უპირველესი ჩემთვის. ძალიან მიყვარს ოჯახის წევრები, ძალიან დიდ დროს ხარჯავ მათთან ერთად, მაგრამ თეატრი ყოველთვის არის პირველი. 16 წლის მერე, რაც მე ინსტიტუტში ჩავაბარე, აი იმ დღიდან უკვე თეატრი ჩემთვის არის ყველაფერი, ყველაზე ძვირფასი.